სამეგრელოს ეპიზოდზე გადავიდეთ. ახლა მე ვნახე თქვენი ვიდეო ჩანაწერი, სადაც იხსენებთ რა მოხდა სამეგრელოში, როგორ წახვედით თბილისიდან და მე იქ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ სასტიკად დაარბიეს ცოცხალი ადამიანები, ზუსტად რო იცოდნენ ვინცად იყო და თქვენ როგორ შემთხვევით გადაურჩით სიკვდილს. ხო, ესე იგი აქედან წავედით, როდესაც ჩვენ გავიგეთ რომ ზვიად გამსახურდი აპირებდა ჩამოსვლას გროზნოდან და აქ მინდა დავძინო, რატომ არ წავიდა ზვიადი ევროპაში და რატო წავიდა გროზნოში, ეს ალბათ საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ესენი ეუბნებოდნენ წადიოდ, ამათ უნდათ მოეწყოთ აი ეს ჟორდანიას მთავრობის ისა რა ქვია, სიმულაკრი და ზუსტად ხო ხო, ზუსტად ეგა და ეს უნდათ და ზვიადი წავიდა ჩეჩნეთში, იმიტომ რომ ზვიადმა პრაქტიკულად ჩეჩნებს, აი დუდაევს, ჯოხართუევი, რომელიც სასწაული კაცი იყო და რომელიც იყო კგბ-ს გენერალი და გახდა ეროვნული გმირი და ჩვენთან მოხდა პირიქით, იყვნენ ეროვნული ისინი, აქვე ადამიანები და გადაკეთდნენ კგბ-ს გენერლებად. და ბოლო ყველაზე მძიმე ამბავი, რომელიც სამეგრელოში დატრიალდა, სამეგრელოში ჩვენ წავედით, ზვიადის გამო ჩამოსვლა რო გავიგეთ და ახლა მარინა ხიდაშელი არის ერთი ასევე ძალიან აქტიური და ძალიან დიდი დამსახურება, მარინა სახლში იმართებოდა საიდუმლო შეხვედრები, როდესაც ყველაზე საშიში იყო, თქვათ, ვინმეს სახლში შემოშვებაც კი. მარინასთან იყო აი შეხვედრები ტარდებოდა, ფილმებს იქ ვიღებდით, ვაგზავნიდით, წერილები იქ ბეჭდებოდა, ნამდვილი შტაბი იყო ეროვნული მოძრაობის. მე მარინა ხიდაშელი, მისი მეუღლე ედიშერი და ჩვენი საყვარელი მსახიობი ისაკ გიგოშვილი და მისი მეუღლე და გზაში ახლა მივდივართ როგორ უნდა წავიდეთ. ჯერ კონსპირაცია ნახეთ რა, ხედრიანი აუცილებლად გაგაჩერებთ გზაში და კითხავთ და ჩვენ მივდივართ. ამიტომ ასეთი კამუფლაჟი მოვაწყოთ. ყველამ გავიკეთეთ შავი სათვალე, ვაკელები. ამაში საბარგულში ჩავაწყეთ ერთი დიდი ყუთი ლუდები, ვითომ რომ ქორწილში მივდივართ და მეორე დღეს პახმელიაზე უნდა გამოვიდეთ. ეს არის კამუფლაჟირება, აქეთ ისა და ეხლა ვეუბნებით რომ კაცო მე არავინ არ მიცნობს მეთქი, მაგრამ იზას ხო იცნობენ და იზა ყავს ვითომ აი ქორწილში, მაგას ვინ დაუშვებს მეთქი რომ მსახიობი ზვიად გამსახურდიას მხარეს არის. ამას ხო არავინ არ დაუშვებდა. აი წარმოიდგინეთ რა. ის ცნობილი იყო იზას პოზიცია მაშინ. ხო. მაგრამ მე უკვე უფრო ცნობილი გახდა. ოთარი და რატბიდან ლია რაჩოულებრივი მაია თომაძე და იყვნენ კი რამდენი, მაგრამ ნუ ის იმდენად ცოტა იყო ხა საერთო ჯამთან შედარებით. აი ესე ჩავედით სამეგრელოში, ჩავედით და თითქოს 1-2 დღით და დავრჩით მთელი 3-4 თვე. მე მუშაობდი ჩამაბარეს ტელევიზია, ეს კი ამ ტელევიზიაში ვიყავი, მე მიმყავდა ეკონომიკა, პოლიტიკა, ამინდისა, ნუ რაც არის, რაც არის, ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი, ნუ ძალიან კომიკური იყო. მაგრამ ნუ არაბინარ და რესპონდენტები მყავდა დილი თისა, საღამოს მერაბი, დილი თისა, იმიტომ არავინ არ არის. ნათია, კეთი თუ გადარჩა ჩვენს გადარჩენს. ისეთი რაღაცებიდან გადარჩენის სასაული. არავინ ისე არ მიყვარს როგორც მეგრელები ამ ქვეყანას. მე მეგრელი არ ვარ, აქედან სეპარატიზმში ნუ რავინ. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც იმ პერიოდში უკანასკნელი ლუკმა გამოიტანეს და ჩვენ აი პატივით გვაცხოვრეს. ისე კი არა. აი აქედან ჩასულები ვიყავთ, კუპონებს რო ვითვლიდით და ისა აი პატივით არაფერი რო არ მოუკვლიათ, ისეთი სტუმარ მასპინძლობა გაგვიწიეს. იყო ყველაზე მძიმე დღე, როდესაც უკვე ზვიადი აი მახსოვს რომ შევედით ბოლო უკვე სამტრედია მთლიანად აიღეს რუსებმა და ეს ტანკები შემოვიდნენ აჭარიდან, ყველამ ძალიან კარგად უნდა ეს იცოდეს, როგორ გაატარა ეს ტანკები აჭარის მაშინდელმა ლიდერმა აბაშიძემ, დიახ ბატონო. ზვიადი იყო აი შევედი და უკვე თავის დახელი ქონდა და მე ვკითხე ესეთი ფრაზა რომ ბატონო ზვიად ვინმე დაგვეხმარება? რას ლაპარაკობ ესე მითხრა. მე ხა აბსოლუტურად პოლიტიკურად, აი გულწრფელად ვამბობ ამასაც, წყვები გამოუცდელი მაშინ ჯერ სულიად. ეს იყო ბოლო შეხვედრა ჩემი ზვიადთან, მე წავედი აბაშაში, იქ უნდა გადამეღო მასალა. აბაშაში ცხოვრობდა ეროვნული მოძრაობის ცენტრი იყო გრიალა ესაკიას სახლში და მე მას ვეძახი მეორე დედას ჩემსას.
დღემდე. მადლობა მინდა აქედან გადავხადო მას იმისთვის, რაც მას საქართველოსთვის აქვს გაკეთებული. არასდროს არავის არ დაუფასებია ეს ქალი, არც ერთ მთავრობას, არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ ყველამ უნდა იცოდეს. აი ეს არის გმირი, ნამდვილი ეროვნული გმირი. რაც მას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის აქვს გაკეთებული. მის სახლში შუა ღამე მთელი ღამე ისმოდა ეს ჰაუბიცების იბომბებოდა აბაშა. და წინა დღეს ისინი მოუყვანეს ნანას, მის ქალიშვილს ნანა ესაკიას მოუყვანეს დათვი, პატარა ბელი, რომელიც იპოვეს აი დაბომბვის დროს ეს ბელი გამოვიდა ხმაურზე. და შემოკედლებული პატარა ბელი და აი ეს ბელი გვიზის მანქანაში თუ ის გამდედა ორი ქათა მიყავდა ისიც არ დავტოვეთ სახლში ისიც ჩავისვით მანქანაში ნანამ დაჯდა საჭესთან მე გრიალა და წავედი ტყეში იმიტომ რომ სუებით დაიწყო აბაშის დაბომბვა წავედი ტყეში და ტყეში იყო რაღაცა მონადირეებისთვის განკუთვნილი ჩალისგან აშენებული ეს ქოხი ხო და აი ამ ქოხში შევედი დავანთეთ გარეთ კოცონი იყო თივა მთელი ხამე რა თქმა უნდა თივაზე გავათენეთ და მეო გავალო გრიალა ამბობდა რომ ოღონდ თქვენ არაფერი არ დაგიშავონო ახლა აქ რომ მხედრიონი მოვა და ისა ოღონდ მე ვეტყვი რომ მე მომკლანო მეო გადავგეფარებითო ნუ გეშინიაო შენ და ნანასო და დილით მართლაც ჯიპი გაჩერდა მასთან ხო არ იყო ესე მობილური ტელეფონები არაფერი არ იყო გაჩერდა ჯიპი და გავიდა გრიალა პირველი რომ მე მომკლანო თუ ეს ქართველებზეა ლაპარაკი ვითომ სამოქალაქო და აღმოჩნდა მისი შვილი რომელსაც გაეგო რომ ეს ტყეში წავიდა და წამოვიდა საძებნელად თქვენ საშველად ჩვენს ზურე ნადირაძე რომელიც ფიზიკოს დანკარგი ბიჭია სულა რომელსაც ჩვენ გადაგვარჩინა იქიდან წამოგვიყვანა პასპორტები ჩაიდო ჩვენი ჯიბეში რომ ხედრიონი რო გაგვაჩერებს გვეთქვა რომ ჩვენ ვართ ტოლვილები დაგვეწვა პასპორტი დედა მამა ყველაფერი ამოგვიწყდა და არაფერი არ გაგვაჩინა და ისე მივდივარ თბილისში ჩაგვსხა მანქანაში და წამოგვიყვანა თბილისისკენ ზუსტად რამდენიმე საათში ჩვენი წამოსვლიდან იმ ქოხს დაეცა ჭურვით და დაიწვა ჩამოვედი მე თბილისში აქვე მინდა ვთქვა რომ ორი თვე ჩემს სახლში არ ცხოვრობდი მაინც ჩემების უსაფრთხოების მიზნით რომ ჩემთვის მშობლებისთვის არაფერი არ დაეშავებინათ მაგრამ იმასაც ვიტყვი და ობიექტური მინდა ვიყო რომ ირაკლი ბათიაშვილი რომელიც ჩემენი ამხანა გეძალონ ახლო ირაკლი ბათიაშვილს არც ერთხელ არ გაუკეთებია ის რომ ჩემთან მაგრამ ეს ხომ არაფერს სხვასთან ხო დადევდე მაგრამ მე მისი პირადად მადლობელი ვარ ზვიადი იმის მერე მე არ მინახავს ზვიადმა არავინ არ გაიყოლა, ყველაზე თქვა რომ ყველა ხა დაიშალეთ აქედან, არავინ არ წამომყვეს, დაცვის გარდა. სამეგრელოსკენ რომ მიდის, ყვალში ედგნენ როგორც აი ნადირს რო ჩაუდგები ყვალში, აი ესე მიყვავდა ყვალ მიყვებოდნენ. რაც შეეხება ზვიადგამს, აი აქაც მივედით იმავე ამბავდნენ, ხო? ზვიადგამსახურდია, თავი მოიკლა თუ მოკლეს, ზვიადგამსახურდი არის ყველა სიმთვროვეში მოკლული ამ ხელისუფლების მიერ. ეს როგორ განხორციელდა როდესაც პირიქით თუ ადამიანი თავს იკლავს იმიტომ რომ არ ჩავარდეს ტყვეთ და ამას აკეთებს ამიტომ მე დამეჭვება რომ საერთოდ არ ვიცი რა მოხდა იქ ეხლა დაზნელია ხო ესე თქმა ამისი ნუ ჩემი შეგზნება რაც მაქვს ჩემთვის ეს არის მკვლელობა მე ამას ასე ეს თავი მოიკლა თუ სხვა მოკლა ამას მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს ზვიად გამსახურდია მოკლა რეჟიმმა